შემოგვიერთდა პროფესორი ეთნოლოგი როზეტა გუჯაჯიანი. დილამშვიდობი ქალბატონო როზეტა. გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. გილოცავთ, დიდი მადლობა. როგორც ეთნოლოგს გვინდა გკითხოთ თუ როგორ აღინიშნებოდა მირქმის დღესასწაული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რა ვარიანტები არის დღემდე შემორჩენილი, ლამპრობა ქვია სხვანაირად მირქმის დღესასწაულს და ასევე სხვადასხვა კუთხეში კიდევ სხვა სახელითაც იხსენიებენ ამ დღესასწაულს, აი ამ თემაზე რომ გვესაუბროთ. ალბათ დავიწყოთ სვანეთით, ვფიქრობ, ვინაიდან იქ არის დღემდე შემორჩენილი ეს ტრადიცია. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მოგეხსენებათ ქრისტიანობის მრავალსაუკუნეოვანმა ტრადიციამ საქართველოში განაპირობა აი ამ წმინდა ბიბლიით და სახარებიდან შემეცნებული სიუჟეტების, გადმოცემების, ამბების ხალხურ ყოფაში ისეთი სერიოზული სეგმენტის შექმნა, რომელიც დღემდე ცოცხალია. ანუ ის რასაც ეგრეთ წოდებულ პაგანურ ელემენტებს უწოდებთ ყოფაში. და ამ მხრივ მოგეხსენებათ მთა უფრო კონსერვატულია, უფრო ინახავს ტრადიციებს და შესაბამისად აი ადრეული ქრისტიანული ლიტურგიკული პრაქტიკიდან მომდინარე ლამპრების, ანუ კანდელების, დანთების ტრადიცია ლიტანიობის დროს გარშემოვლა ეკლესიის ამავე ანთებული ლამპრებით იმდროინდელი ყოფაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო სანათად და სადღესასწაულოდ ლამპარი მოგეხსენებათ გამოყენებული. ძალიან საინტერესო რომ ხალხურმა ყოფამ შემოგვინახა. სახელწოდებაც ლამპარი, ლამპრა ძველი ქართული ერთ-ერთი სინონიმი არის მირქმის დღესასწაულისა, მირქმის მიგებებისა და აი ევროპულ ტრადიციაში სწორედ ეს ტერმინი კენდელ, კანდელ შემონახული არის მირქმის დღეობის აღსანიშნავად. ჩვენთან რომ ლამპრა ერქვა ძველ ქართულად, ეს შემოგვენახა სამი შესანიშნავი წყაროთი, ორი საისტორიო წყაროა, ერთი საეკლესიო. საისტორიო წყაროები გახლავთ მატიანე ქართლისაი, სადაც მე-10 საუკუნის ამბების თხრობისას თარიღად დღესა მეორესა ლამპრასა არის გამოყენებული. აგრეთვე შესანიშნავი საისტორიო და საეთნოგრაფიო ძეგლი ხელმწიფის კარის გარიგება. იქაც ეს ტერმინი და მცირედი აღწერილობაც იხსენიება ძველი მირქმის ქართული ვარიაციის ლამპრობისა. აი მერე უკვე არის საეკლესიო ტრადიციით განპირობებული ტექსტები, რომელთაც ყურადღება თავის დროზე ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა მიაქცია და შემოიტანა სამეცნიერო ბრუნვაში დიდი ივანე ჯავახიშვილის კვალდაკვალ, ეს არის ლამპრების კურთხევის საეკლესიო წესი. და ახლა რაც შეეხება ხალხურ ყოფას, აქ კიდევ ესეთი ძალიან საინტერესო არის რომ სვანეთის და გურიის ყოფამ, სვანეთში დღესაც ცოცხალია ეს ტრადიცია, გურიის ყოფაში მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან ნელ-ნელა ქრება. არსებობდა აი ამ თებერვლის, აი ამ დღეს, ანუ ძველი სტილით 2 თებერვალს ლამპრების მომზადების, კოცონის დანთების, საფლავებზე გასვლის, შემდეგ ეკლესიაში მისვლის და აი ამ საერთო ერთიანად აღნიშვნისა ამ ტრადიციისა. აი ამიტომ აპოლონ წულაძე შესანიშნავი მცოდნე თვითონაც თავიდან სასულიერო პირი, ვიდრე თქვათ კომუნისტები მას რეპრესიებს მოუწყობდნენ, იგი აღწერს შესანიშნავად გურიის ლამპრობის ტრადიციას. თვესაც და ზოგადად აი ადრე გაზაფხულის პირსაც გალომპრებას უწოდებდნენ ძველად გურულებიო. ეხლა რაც შეეხება სვანეთის ყოფას, აქ მოგეხსენებათ დუბლირება ხდება ლამპრების ანთების ტრადიციისა, ერთი არის უფრო გვიან შუა საუკუნეებიდან წმინდა გიორგის დღეობად ტრანსფორმირებული ლამპრობა, რომელიც უკვე აღნიშნეთ აი უზღების კვირის დასაწყისში მეზვერისა და ფარისევლის კვირა დღეს და ძველი ტრადიციით ის ლამპრობა გრძელდებოდა კიდევ 3 დღე. თანამედროვე ვარიაციით მხოლოდ მეზვერისა და ფარისევლის კვირა დღეს აღინიშნება. აი ამ დღეს უკვე ეს ლამპრების გამოტანა კვლავ წესია, მაგრამ ეძღვნება უშუალოდ წმინდა გიორგის, რომელმაც იხსნა საქართველოს მტრის შემოსევის დროს და დაამარცხა საქართველოს შემოსეული მტერი. ამის გამო აი პატივისცემის მადლიერების ნიშნა წმინდა გიორგის უძღვნიან თვითონ ლამპარს. ახლა რა არის თვითონ ლამპარი? და როგორ ტექნოლოგიაც საინტერესო თვითონ აი წესი მომზადების ეს ხო არ არის შემთხვევითი? კი ბატონო, გურიაში ბლის ქერქებისა და ანწლის ტოტებისაგან ამზადებდნენ თურმე. სვანეთში სპეციალურად ახალი წლის მიმდებარე დღეებში მიდიან ტყეში და ლამპრის დასამზადებლად არყის ხეს ჭრიან.
იმდენი პირველი ლამპრობისთვის, რომელიც უკვე გავიდა, იმდენი ხემზადდება, ანუ იმდენი ლამპარი, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. თუნდაც პაწაწინა ბიჭუნაც კი. ან თუ მელოგინია ოჯახში ხალი, ვინიც ის ვაჟი დაიბადოს და მის სახელზე ამზადებენ. აი ის უკვე მიემართებიან დილით ადრე ანთებული ლამპრებით ამ სახლებიდან და საერთო ლოცვა წმინდა გიორგის სახელზე ეკლესიასთან ტარდება. აი დღევანდელი ან ნამდვილი მირქმის აღნიშვნა ხდება შემდეგი სახით. აქაც ასეთივე ლამპარი თვითონ მზადდება, ოღონდ ოჯახიდან ერთი და მიაქვთ სასაფლაოებზე. სასაფლაოები ძველად მოგეხსენებათ ეკლესიებთან ახლოს მდებარეობდა. აი ამიტომ დღეს უკვე ეს ოდნავ ტრანსფორმირებულია, რაც გავიდა დრო, შემდგომ გაჩნდა ახალი სასაფლაოები. ძველი აღნიშნვის ტრადიციის შესახებ პირველი მოგვითხრობს დეკანოზი ბესარიო ნიჟარაძე, რომელიც ამავე დროს მოგეხსენებათ შესანიშნავი ეთნოლოგი და ენათმეცნიერიც გახლდათ. მისი პირველი აღწერილობა შემოგვენახა. აი დღევანდელი კრებსითი სახე ამგვარი არის, ანუ ანთებული ლამპრებით მიემართებიან სასაფლაოებისკენ, კერძოდ იმ უფრო ის ოჯახები, რომელთაც აი 1 წლის განმავლობაში ჰყავთ გარდაცვლილი. აგრეთვე ლამპართან ერთად მზადდება კარგი შეშისაგან თითო კონა, შეშა ეგრეთ წოდებული სვიმნილი. და ესეც იქ მიდის სასაფლაოზე და იმით ანთებენ ცეცხლს. ეხლა სვიმეონობ და სვიმნილ რას ნიშნავს? ეს დღე მოგეხსენებათ ბიბლიური ტრადიციით შემდგომ გამტკიცებული სახარებისეული სწავლებით წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. და ამიტომ აი სვანურ ყოფაში ამ მირქმის აღნიშნულ ხალხურ ტერმინად მოგვევლინა ტერმინი სვიმეონობ, ზოგჯერ უფრო შეკუმშული ფორმით სვიმნობ. აი ესე აღინიშნება. და ლოცვაც ამ დღეს ძირითადად აი მიცვალებულთა ხსენებისათვის უფრო არის ხალხურ ყოფაში გამოვლენილი. საინტერესო არის ის გარემოებას თვითონ აი მირქმის მიგებების ისტორიას, რითაც იწყება და რითაც მისი მასშტაბური აღნიშვნა ხდება მე-6 საუკუნიდან, როდესაც აი ანტიოქიას სხვადასხვა სახის უბედურება, სტიქიური და თუ ეპიდემიების სახით ატყდება და მას შემდეგ იწყება ამ დღეობის მასშტაბურად აღნიშვნა. აი ეს საეკლესიო სწავლებაც ხალხურ ყოფაში ფრაგმენტული სახით, მაგრამ მაინც შემოგვჭა. და იმისთვის რომ აი ზეციური უბედურება იქნას არიდებული, ერთი პატარა ლამპარი ეხლა უკვე თითქმის გამქრალია ტრადიცია. აი ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ კალოზეც გახქონდათ და იქ უშუალოდ აი ცისკენ აღპყრობილი ხელებით ლოცულობდნენ სხვადასხვა სახადების, უბედურების და სტიქიური ესეთი სხვადასხვა პრობლემებისაგან თავის დაცვის მიზნით. ესეც რასაკვირველია დაკავშირებული არის იმ სწავლების გახალხურებულ ვარიაციას. ცის ლამპრობა ამას აი სწორედ ამას ნიშნავს, რა კარგად ხართ ჩახედული. ზოგან უფრო ხანგრძლივი ფორმა მიეცა. თქვათ მომდევნო კვირეულებით, ან 2-3 დღეც მიყოლებით სხვადასხვა სახის ლოცვები სრულდებოდა. აი წმინდა გიორგის ლამპრობა, რაც თქვენ ბრძანეთ, ცის ლამპრობა, მე ბავშვებისთვის ლამპრობა, ბავშვებს უფრო ადვილად ერეოდათ სახადი ძველ დროში და შესაბამისად აი ხალხურ ყოფაში ეს ფორმა მიიღო ლოცვის ამ ვარიანტმა. თქვენ გამოყავით გურია და სვანეთი და თუ არის თქვათ რომელიმე დღეს აღარ არის შეიძლება შემორჩენილი, მაგრამ აი სხვა კუთხეებზე რას გვეტყვით, როგორ აღინიშნებოდა ხალხურ ვარიანტს გულის? ყველგან იყო. აი რაც შემოგვენახა ეთნოგრაფიული მასალა აღწერილობით, სხვადასხვა ლამპორიობა, ამპარიობა, ამპრიობა, ეს იყო ხევში, მთიულეთში, თუშეთში, ოღონდ დრო იცვლებოდა. ზოგან უფრო ახალი წლის მომყოლ დღეებსთან ხდებოდა. ესეც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აი ლამპრის მირქმის თარიღი შეიცვალა ეკლესიის კალენდრის ცვალებადობიდან გამომდინარე თავის დროზეც. და ამას მოყვა ერთგვარი დუბლირება მაგალითად სვანეთში დღეობისა და სხვა მხარეებში თარიღის შეცვლა. თუმცა არსით ეს ყველაფერი იმ უძველესი ლამპრას, ანუ მირქმის მიგებების ტრადიციებით განპირობებული ხალხური რიტუალები არის. კოცონის დანთება, ცეცხლის დანთება, სხვადასხვა სახის აი ამ ლამპრების დამზადება, რაც ჩამოვთვალეთ, ყველა მხარეს ახასიათებდა. თავის დროზე ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალებიდან გამომდინარე. ეხლა ბოლო დრომდე როგორც გითხარით, გურიამ შემოინახა, სვანეთში დღესაც ცოცხალია. თქვენ თუ მიგიღიათ აი ამ ხალხურ დღესასწაულში მონაწილეობა? ამ კონკრეტულ დღესასწაულში მირქმას სვანეთში არ დავსწრები ვარ. იმ რაც წინა კვირას აღნიშნეთ ლამპრობას კი. აი ქალტორესა ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ პაგანისტური, ასე ვთქვათ,
წიაღიდან მოდის ეს ყველაფერი, თუმცა შემდეგ ფერისვალება მოხდა, მაგრამ მაინც შემორჩა გარკვეული სახით. რამდენად მნიშვნელოვანი ან თქვენ როგორც ეთნოლოგი, აი როგორ თვლით, აუცილებელია თუ არა, რომ გრძელდებოდეს აი მსგავსი, არა თქვათ კონკრეტულად ეს ზოგადად ტრადიციები, რაც უფრო მეტ მრავალფეროვნებას აძლევს როგორც ზოგადად ქვეყანას, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. რა ვიცი, გულიც ყდებათ ხოლმე, ალბათ რომ ვფიქრობთ, რომ რაღაცები ქრება. იცით რა, ეს არის ცხოვრების თანმდევი პროცესი. ის რაც აღარ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, თანდათან ქრება და იკარგება. და ვინაიდან ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ხალხური რიტუალები, რომლებიც მრავალი საუკუნის ისტორიის მქონეა და დღესაც დღევანდელ აი ღია ინტელექტუალური საზღვრების მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში მაინც არსებობს, ესე იგი ის საჭიროა და ხალხისთვის საინტერესოა. შესაბამისად ცოცხალია. ოღონდ არ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის უტრირება. ამ ყველაფრისთვის ესეთი იმ სახის მიცემა, რომ რაღაცა პრაგმატული დანიშნულება ჰქონდეს, ეს არ უნდა გახდეს ისეთი სახისა, რომელიც თქვათ აი კულტურულ ტურიზმთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ ეს რელიგიასთან არის დაკავშირებული, ეს ადამიანის სულიერი განწყობის და ღმერთთან მისი მაკავშირებელი რიტუალი არის. შესაბამისად მე მომხრე არა ვარ, როდესაც აი ამგვარი რიტუალების ასეთი ფორმით ტრანსფორმირების ნიმუშების სამწუხაროდ უკვე გვაქვს. რაც არ მომწონს. და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, რომელია ქრისტიანული ტრადიცია და რომელია, ვთქვათ, რაღაცა წარმართული ტრადიციის გადმონაშთი, იმიტომ რომ აი ამის დიფერენცირებაც ცოტა გვიჭირს ხოლმე და არის ხოლმე რაღაც შეკითხვები ამ მიმართულებითაც. სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ხანგრძლივი ათეისტური ხანა გამოვიარეთ, იმ ათეისტურ ხანას წინ უძღოდა მეცნიერებაში მიმართულება, რომელსაც ერქვა კვლევის მეთოდოლოგია, ისტორიულ შედარებითი სკოლა და ევოლუციონიზმი, რამაც განაპირობა ის, რომ ხანგრძლივი ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხების კულტურაც შედარებულ იქნა, თქვათ, შედარებით პრიმიტიული ხალხების კულტურასთან და ერთგვარი დოგმები შემუშავდა, რომელ დოგმებშიც დამპყრობელმა იმპერიამ ჩასვა ჩვენი ქვეყანაზე, ჩვენი დიდი კულტურაც. აი ამ მხრივ განსაკუთრებული აგრესია იყო საქართველოს მთიანეთის მხრის მიმართულებით და მათი ეს უდიდესი კულტურა, შესანიშნავად შემონახული ქრისტიანული ტრადიციები და ეს ყველაფერი ჩასმული იქნა იმ დოგმებში, რომ ეს იყო თითქოს და გაგეცინებათ და მსმენელსაც, მაგრამ ფაქტია, პირველყოფილი თემური განვითარების საფეხურზე მყოფი საზოგადოება. ასე იყო ჩვენი მთიანეთის შეფასებული რუსი ეთნოლოგების და შემდგომ ეს ინერციით გადმოვიდა საბჭოთა ეთნოლოგიაშიც, მაგრამ დღეს უკვე აი აუცილებელი არის, როდესაც არაფერი ჩვენ აღარ გვზღუდავს, არის თავისუფალი განვითარება მეცნიერების ყველა მიმართულებისა, ჩვენ უნდა გამოწვლივითი ანალიზი ჩავატაროთ საისტორიო წყაროებისა, ეთნოგრაფიული მასალისა და ეს შევაჯეროთ ქრისტიანულ ტრადიციებს. და თვალსაჩინო იქნება, რომ ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელიც სამწუხაროდ აი მასაშიც, ზოგადად ზოგიერთ შემთხვევაში სავალალოა, მაგრამ დღევანდელ აი ნაშრომებშიც კი სამეცნიერო ნაშრომებშიც კი ინერციის ძალით ყოველგვარი მეორეული ანალიზის გარეშე გადმოდის. თვალსა და ხელშუა აი მასალა გვეუბნება, რომ ეს არის ქრისტიანული ტრადიციით განპირობებული, მაგრამ აი იგივე რაც თქვენ ტერმინი გამოიყენეთ, წარმართობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა და ასე შემდეგ. აი თავის დროზე დიდი ივანე ჯავახიშვილი საკითხს ასე აყენებდა. მან ეს რა პერიოდია, ხომ მძვინვარე ათეიზმის ხანა არის, მაგრამ ივანე ჯავახიშვილმა მოგცა მითითება, გვაჩვენა, რომ აი რაღაცა ლამპრობა, რაღაც ცეცხლთაყვანისმცემლობა, თვარის კულტი, მაგრამ ნახეთ, აი წერილობით წყაროში, საისტორიო თხზულებაში მისი აი ეს სახელწოდება შემოგჭა. ანუ მან მოგცა კითხვა დასვა და კითხვის გაცემის უნარი შემდგომ ჩვენ თაობებს უნდა ჰქონოდათ. ახლა სამ მადლობა ღმერთს, ბევრი რამ ამ მხრივ არის უკვე გადასინჯული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მაგალითად სვანეთის ეპარქიაში ჩვენი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ძალიან კარგად იცნობენ ეთნოგრაფიულ ყოფასაც. და აი მუდმივად ხდება რა განახლება ცოდნისა, განახლებული ცოდნის მიწოდება. ეხლა მთიანეთი მოწყდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პერმანენტულ კანონიკურ სწავლებას. ამიტომ იქ ბევრი რამ გახალხურდა, შეიმოსა ისეთი ელფერით, რომ სპეციალისტებს კი უჭირს ნამდვილი არსის გამოცნობა. ამისთვის არის საჭირო განათლებული სასულიერო პირი, რომელიც თავის მრევლს მოუთხრობს, ისტორია ასეთი იყო, შემდგომ ასე გახალხურდა და დღეს აი ნამდვილი არსი ამ დღეობის არის ესა და ეს და მადლიერების მეტი რა მეთქმის ჩვენი სასულიერო პირების მიმართ სვანეთთან დაკავშირებით. გასაგებია. ქავატო როზეტა ბოდისურთ გიორგი რამ შეგიძლია. დღევანდელ დღესასწაულს არ უკავშირდება, მაგრამ აი დიდმარხვა გვიახლოვდება და დიდმარხვის ბოლო კვირაში არის ხოლმე რაღაც ჭია
ჭიაკოკონობას რომ ეძახიან, აი ეს საიდან შემოვიდა ასე ვთქვათ და როგორც მე ვიცი ეს რაღაცა სრულწმენას უკავშირდება და ამერად არის ტრადიცია. თუ კითხვებს მისმევს თქვენი კი კოლეგა დღეს ჭიაკოკონობა სხვა დროსაც აღინიშნება ეს არის მარიამობის წინასწარ მეგონის დასავლეთში ორი ვარიაცია გვაქვს საქართველოში მართალი ბრძანდებით ესე ძალიან რთული კითხვა არის და წარმართობას ნაკლებად ეს არის ძალიან ადრეული არქაული პერიოდიდან მომდინარე ზოგადად უნივერსალური ტრადიცია ცეცხლ მოგეხსენებათ ვიდრე ეს მონოთეისტური რელიგიები გაჩნდებოდა თვით მაზდიანობამდეც კი ბუნებრივია ჰქონდა განწმენდი ძალა და სწორედ აი ეს უძველესი ცოდნა არის შემონახული ამ ჭიაკოკონობის ტრადიციაში მაგრამ იქ ხომ არ გაჩერდა ადამიანის განვითარება ხომ არ შეჩერდა მერე ჩნდება მონოთეისტური რელიგიები რომლებშიც სხვადასხვა დატვირთვა აქვს ცეცხლს და აი ჩვენს უკვე ქრისტიანობის შემოსვლის გავრცელების შემდგომ უკვე აი ტრანსფორმაცია განიცადა უძველესმა არქაული დროიდან მომდინარე რიტუალმა და გადაიქცა რა აარული ესე იგი ფუიეშმაკს დავგმოთ ეშმაკი აი ესეც საიდან მომდინარეა ხო ლიტურგიკიდან მომდინარე ტრადიცია არის და ხალხურ ყოფაში აი ეს ვარიაცია მიიღო მან ანუ არა მხოლოდ ცეცხლზე გადახტომა და ამით განწმენდა ბოროტისაგან არამედ ამ დღეს ახლდა რა მაშინ ძირითადად მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული დარბაზული ტიპის სახლები იყო აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე სხვა ტიპი და აი ეგ ხდებოდა რა ბანის ან ჭერის საიდანაც კვამლი ადიოდა სადაც სარკმლები იყო სარკმლებზე აი ყველგან ჯვრის გამოსახულებები კეთდებოდა ეკლოვანი მცენარეულისაგან და ესეც იყო რა იმ ეშმაკისაგან ბოროტისაგან დაცვა ხოლო ჩვენ არა ვართ ამ ორივე შემთხვევაში მაგალითად კათოლიკურ სამყაროშიც ფართოდ არის გავრცელებული ორივე რიტუალი აი ლამპრობას და მირქმას ცეცხლის დანთებისა და აგრეთვე ჭიაკოკონობის გავსი ვარიაციები. ამ ხრივ ქართული კულტურა განსაკუთრებით გავს გერმანულს და ესპანურს და მე ესპანურით განპირობებულ მექსიკურს. თუ დრო გვაქვს, შემიძლია ერთი პარალელი მოვიყვანო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მექსიკაში არის ძალიან საინტერესო რიტუალი, რომელიც იუნესკოს მიერ შეტანილი არის ეროვნული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ეს არის ცოცხალი კულტურის ნაწილი, სულთმოფენობის დღეობის ერთგვარი შეჯვარება ადგილობრივ ინდიელთა ტრადიციებთან და აი ამ დღეს ახლავს ასევე გრანდიოზული მასშტაბური მსვლელობა, კოცონების დანთება და ლამპრებით მსვლელობა, სხვადასხვა ვარიაციის ლამპრები არის იქ საფლავებთან, იქ მოგეხსენებათ სხვა ტიპის დაკრძალვის ტრადიციები არსებობს და აი ეს გადაიქცა იმ ქვეყანაში მთელი ერთი თვე არის სამდღიანია, მაგრამ მთელი ერთი თვე აწყდება მთელი მსოფლიოს დაინტერესებული საზოგადოება მექსიკას ამ დღეებში და მექსიკელები მთელი თავისი რიტუალური დატვირთვით დღემდე მასშტაბურად აღნიშნავენ ამ დღეობას. ოღონდ ეს არის კათოლიკური სულთმოფენობის დღეობის ვარიაცია. სხვა თარიღთან ხდება, რასაკვირველია. აი აქაც შეგვიძლია ჩვენიც უნივერსალური პარალელები დავინახოთ, რაც ზოგადად ადამიანურ სამყაროს ახასიათებდა იმ 4 ძირითად სტიქიასთან დაკავშირებით. მე ხდება ამ ყველაფერზე დაშენება იმ სხვადასხვა რელიგიური გამოცდილებისა და აი ესეთი სინკრეტული სახით მოვიდა ჩვენ დრომდე ის დღეობები და ჩვენი ჭიაკოკონობა. რაც საინტერესოა, მე აი შეიძლება შეიძლება კი არ პრინციპში სუბიექტური აზრია ჩემი, ჩვენს ბავშვობაში ეს ასოცირდებოდა, ნუ მე არ ვიცი როგორ ვემზადებოდით ამისთვის და აი ეხლა რო ვაკვირდები, ხო? აღარ არის, ხო? აღარ არის, აღარც საგროვებენ და შეშას და არ ვიცი მე. ქალაქად მახინჯი ფორმა მიიღო, აი ეს საშინელი საბურავების დაწყის და მე ჭვარტლი და ეკოლოგიურად საშინელი რამ არის და სოფლებში ჯერ კიდევ ეს სრულდება. თუმცა ამასაც აი თქვენ წეღან შესანიშნავად ბრძანეთ, აი ახსნა ჭირდება. ანუ ეს არ არის ამ წუთში ყველაფერი არ არის აუცილებელი დავაკავშიროთ რელიგიას. ეს არის უძველესი შრეებიდან მომდინარე ტრადიცია, რომელსაც შემდგომ ემატება სხვადასხვა რელიგიური გამოცდილება და ეს არც წარმართობა არ არის. თუ ხალხს სურს აღნიშნოს. ანუ არ არის ეს რამე, ვთქვათ, საშიში, ასე ვთქვათ, რომ ჩემი აზრით არ მივიღოთ, არ მივიღოთ. მეც გეთანხმები. რას ვაშავებ? თუ ეშმაკს არული კუდიანებს იძახის ადამიანი, რომელიც ასრულებს ხო? ჩვენ ნათლობის დროსაც ვამბობთ, შევნერწყავთ რა თქმა უნდა. გარდამოქმედი მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა, რომ ეს ბავშვობაში მეთქი სიხარულთან ასოცირდებოდა, რა ჯობია იმას, თუ კი რაღაცა ჯგუფი ერთიანდება, თუნდაც ბავშვების და შემდეგ ამ ბავშვებს გვერდდებოდა კიდე მთელი ეზო და უბანი და რა ვიცი იყო რაღაცა დადებითი ემოციების გაცვლა და რატომ უნდა დაიკარგოს კულტუროლოგიური დაკვირვება არის სწორედ დიდმარხვის პერიოდში და დასავლეთში უფრო მარიამობის წინასაღამოს იყო კიდე კუდიან წუხრა ვთქვათ ხევსურეთში ერქვა ასეთივე ტიპის საღამოს, როდესაც ესეთი საინტერესო რიტუალი სრულდებოდა და დიდი მრავალფეროვნება გვქონდა
ამ მხრივ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ მირქმის დღესასწაულს და შევახსენებთ მაყურებელს, რომ სტუდიაში საუბრობდა პროფესორი ეთნოლოგი როზეტა გუჯაჯიანი.